სწავლობ ერთადაც წერს ამ უფლობის ფონზე ძალიან ბევრი პროექტები არის შეჩერებული იმ გამო ხალხები არ არის და რაც უნდა დაერგოს სიმძიმის აკიდება მით უმეტეს ოჯახი თუკი გარანტიას იძლევა რომ ყოველგვარი პოლიტიკური ესე ვთქვათ ხიბლებისაგან დაცვლილი იქნება ოჯახის პოლიტიკა ტელევიზიისადმი კაცაზე სამართლიანობის პრინციპის აღდგება თვითონ აღდგამული იქნება ეს რეჟიმი და რაც თავარია ფინანსური პირი მოეწია რა თქმა უნდა აი მე ვფიქრობ რომ ზავზებით ლოგიკური იყო ხალხატონო ანა თქვენი ოჯახის განცხადებები და იმასაც კი ვფიქრობ რომ თქვენ დაგაწევათ თვითი ამ უზარმაზარი პოლიციის შენახვისა რეალურად ახლა ძალიან დიდი არა მხოლოდ თვითი საკმაოდ დიდი საფრთხის წინ დგებით მაგრამ ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული იმის რომ ჩვენ პოლიტიკაში არ შევდივართ და გვაქვს იმედი იმისი რომ აუცილებლად აღდგება კანონის უზენაესობა და ვფიქრობ რომ ჩვენ დაგვიბრუნდება ტელეიმედიც და თაცმინდის პარკი. მანამ მინდა რომ ტელეიმედზე გავახსოვოთ საუბარი აი არცენ დღეს დაპირები ხარ ქართულ საზოგადოებას ეს იქნება ობიექტური პიროსნები და აი დაკომპლექტებული იქნება პატრიოტული ჟურნალისტები თავ და მე რაღაცა არასწორად არ იყო იქ ლაპარაკი პატრიოტულ ჟურნალისტებზე იქ ლაპარაკი იყო ბორცზე ანუ ბორცში იქნებიან ის ადამიანები რომელსაც ექნებათ საშუალება ჩაერიონ პოლიტიკაში ტელევიზიის რომ ყველაფერი იყოს ობიექტურად და ბორდის ჩამოყალიბებას მე მგონი აპირებ თქვენ საჯაროდ რაც მაესტრო გააკეთა ამას ხელისუფლებას აი ფართო საზოგადოების მონაწილეობით ჩამოყალიბდება ამათეონებით ჩვენ ხელისუფლებასაც და ქართულ საზოგადოებასაც რომ ეს ტელევიზია იქნება აი მე მარტო მაინტერესებს აი პირველი ნაბიჯი გადადგა მაესტრო მან 7-8 ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მოიწვია უხელფასო და ისინი დათანხმდნენ ჩვენ მართლა გადადგა ფაქტობრივად ქართულ საზოგადოებას ეს გამოვიდა არ მომყავლონდეს ეს ინიციატივა და მე მგონი ხელსაც აწევს ამ დოკუმენტს საჯაროდ ამ დღეებში აი ამ იმასულებით წაიყვანს ესე იგი ყველასათვის ცნობილი ადამიანებისაგან დაკომპლექტება კომისია ჯგუფი ამ გუნდი სადაც ეძახიან და ისინი მართლმადიდებლად ეს სწორია მათ შორის ბიზნესურასაც იმიტომ ჩვენ კარგად ვიცით რომ ელექტრონული მედიის ავტორიტეტი დღეს ხო ჩვენ ტელევიზიას არ გულისხმობთ შემთხვევაში სერიოზულად არის შელახული აქედან გამომდინარე აქედან ნდობა საინფორმაციო ველისადმი არის ძალიან დაბალი აქედან გამომდინარე ბიზნესმენის პოზიციიდანაც კი რომელიც გამიჯნულია პოლიტიკისგან და რომელსაც უნდა თავისი ბიზნესი ამოწიოს. მედია ბიზნესი ძალიან სპეციფიურია ჩვენ ქვეყანაში, ხო? რითი უნდა მოახერხოს მანამ ნდობის აღდგენა? უნდა მოახერხოს ზუსტად იმით, რომ ისეთი ადამიანების მმართველობაში გადაიტანოს ეს ყველაფერი, რომელსაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და გამართული სქემა, როგორც საზოგადოებრივი თვალსაზრისით, უნდა ბიზნეს თვალსაზრისით. ეხლა რამდენად არის ეს ხელისუფლების ინტერესებში რომ ის დემოკრატია რაზეც ისინი საუბრობენ დემოკრატიის ახალ ტალღაზე ეს იყოს ეს მათ ძველ დამოკიდებული ეხლა ჩვენ კარგად ვიცით რომ ხელისუფლების ერთი სიტყვა საკმარისია მე გვასთან დავასახელებ ეხლა იმ ადამიანისთვის რომელსაც ღამის 3 საათზე გადაუფრონდა ეს ყველაფერი ხო ესე იგი ერთი სიტყვის თქმა საკმარისია და ეს ყველანი იცის ეხლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ რომ ეს ესე არ არის ყველანი იცის ამ საზოგადოებაში რომ ეს ესე ერთი ტელეფონის ზარებს კი საკმარისია რომ ის მივიდეს ოჯახთან ესე იგი დიდი ბოდიში მოიხადოს და უკან გადააფორმოს ეს ყველაფერი ხო მე მაინც ვინარჩუნებ იმედს შეიძლება ეს ილუზია მაგრამ ვინარჩუნებ იმედს რომ ხელისუფლება ისე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იმ სიტუაციიდან გამომდინარე როდესაც მას აქვს უზარმაზარი პრობლემები ხო და მას ჭირდება საზოგადოებისთვის გარკვეული 4 წლის გამოშვების საშუალების მიცემა. აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი რომ გადადგას, მაშინ კიდე გაჩნდება რაღაცის იმედი, რომ სამართლიანობის პრინციპი შეიძლება ამ ქვეყანაში იქნას თუ დღემდე არ იყო დაცული, დღეის შემდეგ მაინც იყოს დაცული, ხო? იმიტომ რომ ამ ოჯახის ირგვლივ თავი მოიყარა ძალიან ბევრმა სხვადასხვა პრობლემამ. ძალიან ბევრმა სხვადასხვა, ხო?
მათ შორის ვიღაცა შეეხო ფუნდამენტურ ღირებულებას იმას, რაზეც დგას ქართული საზოგადოება, ეს არის ოჯახის ინსტიტუტი. ოჯახი არის ის რგოლი ჩვენ საზოგადოებაში, ხო, რამაც მოიყვანა 1000 წლეულების განმავლობაში ეს სახელმწიფო. და როდესაც ჩვენ ეხები ოჯახს, გალით ოჯახს, რომელიც ძირითადად ქალებისგან შედგება და ესე იგი გარდაცვლილი ქონებას, ხო? Ну, ამას ბევრჯერ უწოდეს მოროდიორობა, ბევრჯერ უწოდეს მოროდიორობა და მე არ მინდა რომ ისტორიაში ესეც დარჩეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, საბოლოო ჯამში ამით დაზარალდება ქვეყანა. აქ არ არის ხელისუფლების ზარალზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იძენს საერთაშორისო მასშტაბებში, ჩვენ ამას უყურებთ, ხო? ეს თემა არ იხურება, არ იწყება და არ თავდება საქართველოში. ეს არის ბევრად უფრო დიდი თემა და ის ყვითელი ბარათი, რომელიც ამოუწიეს ხელისუფლებას დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, სამართლიანობასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, ხო, შეიძლება გაწითლდეს. და ამ გაწითლების ერთ-ერთი, ესე რომ ვთქვათ, მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ზუსტად ეს თემა. ამიტომ ჯობია რომ დროზე დამთავრდეს ეს ყველაფერი, უბრალოდ იძლევა გარანტიას, რომ არ იქნება არანაირი პოლიტიკა და გადაიდგას ის ნაბიჯები, რაც შეამცირებს რისკებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? Ну, დანარჩენი რა ვიცი, დიახ, პრაგმატიზმი იყო, ზნეობა და ხელისუფლება ბილადრობთან ცოტა შეუთავსებელი კატეგორიებია საქართველოში. პრაგმატულობა მაბადიეთ, რადგან ამ თემას შევეცეთ, ეს თემა ბოლომდე განვიხილოთ. Ზანეთ, რომ ორთის გამოსაშვები კიდე ერთ საშუალება გამოჩნდება. არა, ეს რეჟიმი. რატომ ახლა ჩვენ გვიტანენ აგერდა. ამ შემთხვევაში ახლა ლოგიკით არ არის შემთხვევითი რომ ქალბატონია ჩამოვიდა აქა და უცხოელი ადვოკატები ყავდა ეს აშკარად მიზან გამამიმართული და ყოვრი ნაბიჯების გადაცმას აპირებენ თავადვეს დააფიქსირეს. შეიძლება რომ ამას ადეკვატურად რაიმე გამოხმაურება არ მოყვეს რეჟიმისგან და აქ ისეთი კონკრეტულ გარანტიებს მოითხოვენ. არა მარტო იმას, რომ ორთის გამოშვები დამოუკიდებელი მექანიზმი და პატარკაცების ოჯახმა აიწესოს ხარჯები. რა გარანტიას უწევდა? აი მოითხოვე რომ არა მარტო ორთის გამოშვები იყოს, უბრალოდ მოითხოვე რომ წერილური იყოს. ამაზე წავიდა. მოდით ქალბატონთან დაგელაპარაკებენ, მაგრამ მათ ენდომებათ ის რომ ეს ტელევიზია იყოს საოცრად წერილური. დღევანდელი მეპატრონე მივიდა იმედში, ხო? მან ჟურნალისტებს გამოუცხადა ესეთი რამ, რომ მე არ მჭირდება ობიექტურობა მინუსით, მე მჭირდება ობიექტურობა პლუსით, ხო? მე არ ვიცი საერთოდ ობიექტურობა პლუსით და მინუსით რას ნიშნავს ესეთი მისი შემოტანილი ტერმინია, ესე ვთქვათ, მედია თეორიაში. მედია თეორიაში ახალი სიტყვა თქვა ამ ადამიანმა და ამით ალბათ შემორჩება და არა მარტო ამით ისტორიას, ხო? უბრალოდ საქმე იმაშია, რომ თუ ხელისუფლებას რაღაცა აღარ უნდა მოითხოვოს, არ უნდა დაუშვას ეს შეცდომა. ადრე სანამ დაიწყებოდა ეს დაპირისპირება, ხო, ამ ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ იმედი რომ დღეს ყოფილიყო ისეთი, როგორც იყო გასული წლის 7 ნოემბრამდე, დღეს ჩვენ იმ კატასტროფაში არ ვიქნებოდით. რაშიც აღმოჩნდით. იმიტომ რომ იმედი აქ უნდა პრევენციას ძალიან მაღალი რისკების, ხო? იმედის მუშაობის პირობებში ჩვენ არ მივიღებდით აგვისტოს მოვლენას. მე ამის გარანტიას გაძლევ და შემიძლია ეს დავასაბუთო და საათობით ვილაპარაკო ამ თემაზე. და აქედან გამომდინარე ეს ისევ ხელისუფლების ინტერესებში იყო. ეხლა ის რომ ხელისუფლება საერთოდ მიაჩნია ბოროტებას ეს ერთი თემაა. მაგრამ ყოველთვის ყველა ადამიანს, ყველა ხელისუფლებას უწევს სულსა და უარეს შორის არჩევანი. ამ შემთხვევაში მე გასაგებია რომ მათ გარკვეული დისკომფორტი ამით ექნებათ, მაგრამ სულსა და უარეს შორის უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი. აი ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა და მე ვფიქრობ რომ საღი აზრი გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში და ყველაფერი კარგად იქნება. ეს მაგისინებს გახსინეთ რომ აი ახლა აშკარად რაღაცა პლუს მინუსების დაწვა თქვენსაც ეს ოჯახს. ჩვენ გვაქვს იმის იმედი რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიანობა იზეიმებს ალბათ როდის მე ამ ქვეყანაში და ალბათ ძალიან ახლო მომავალში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გაიცნის დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე. საუბარი და მეტაფორიული საუბრებია. არა, ჩვენ სხვადასხვა ქვეყნ